პრეზიდენტი ამნისტიის კანონის ხელისმოწერაზე უარს იტყვის, მას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს და კანონი ამოქმედება. საქართველოს პარლამენტმა დღეს ამნისტიის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კენჭისყრის შედეგად კანონზე ვეტოს დაძლევას მხარი 91 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 24 იყო. შეძლებს თუ არა ქართული ოცნება ასეთივე წარმატებით. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას მთავარ კითხვას თინა ხიდაშელი უპასუხებს. რომელ ყოფილ მინისტრს უჩივის უცხო ქვეყნის საელჩო მაია ფანჯიკიძე და როგორი იყო 2012 წელი საქართველოსთვის ზაზა შათირიშვილი გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვას თინა ხიდაშელი პარლამენტიდან უპასუხებს. საღამომშვიდობის ალბათონ თინა, დავიწყებ შეკითხვით პირდაპირ. რას ნიშნავს თქვენთვის დღევანდელი შედეგი, როდესაც პარლამენტმა მოახერხა დაეძლია პრეზიდენტის ვეტო? თუმცა ამას უკვე მოყვა კრიტიკული გამოხმაურება საქართველოს პრეზიდენტისგან. მან თქვა, რომ ეს პარლამენტი ჯაშუშების, პედოფილების ციხიდან გამოშვებით დაამახსოვრებს თავს ხალხსო. მოგესალმებით, ეკა. ხურში მაქვს ხმაური ძალიან. აღარ გეკნებათ ახლა გაითიშა უკვე. ჩემი ხმა გესმით? დიახ, მესმის. კი, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენთვის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის დასრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირების ქართული ოცნების მხრიდან და არა მხოლოდ ყველა ჩვენგანისთვის, ვინც მრავალი წელია ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით. ეს არის აი მრავალწლიანი ბრძოლის დასრულება. ჩვენ დღეს შევძელით, რომ ერთის მხრივ ბოდიში მოგვეხადა იმისთვის, ამ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავის დროზე ვერ ვუპატრონეთ, ვერ შევძელით მათი დაცვა და ასევე მთელი დანარჩენი საზოგადოებისთვის აგვეცილებინა სირცხილი, რომ ქვეყანას ყავდა პოლიტპატიმრები. მე მესმის სააკაშვილის გაღიზიანება, მისთვის ეს უმძიმესი დღე იყო ორი მიზეზის გამო. ერთი იმიტომ, რომ დღეს დასრულდა პროცესი, რომელმაც სამართლებრივად დაადასტურა, რომ საქართველოში მისი 9 წლიანი მმართველობის დროს იყვნენ პოლიტპატიმრები, რაც ძალიან მძიმე განაჩენია ნებისმიერი ხელისუფალისთვის და მეორე, იმიტომ, რომ მან მისთვის ასეთ ძალიან მაღლა აწეულ თემაზე, ასეთი მნიშვნელობა მინიჭებულ თემაზე 24 ხმაზე მეტი მომხრე ვერ იპოვა პარლამენტში, სადაც საკმაოდ მსუყე უმცირესობა ყავს. ამ მხრივ მისთვის ეს ძალიან მძიმე დღე იყო და მე ნამდვილად შემიძლია გავიგო მისი გაღიზიანება, რომელიც აი სულ რამოდენიმე ხნის წინ პირდაპირ ეთერში ჩვენ ყველამ ერთად ვნახე. მაგრამ მგონია, რომ მაინც სირცხულია, როდესაც კაცი, რომელიც თავის თავს ქვეყნის პრეზიდენტს ეძახის, ასე იქცევა, ასე მოიხსენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს, ასე მოიხსენიებს პარლამენტს, რომელმაც ყველა სტერეოტიპი დაანგრია საქართველოში, რაც კი აქამდე პარლამენტარიზმის შესახებ არსებობდა. ჩვენ ყავს პარლამენტი, რომელმაც პირველი გადაძალა პრეზიდენტის ვეტო, მეორე უერთგულა საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მესამე აჩვენა ძალიან კარგი მაგალითი იმისი, რომ პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი, იქნება ერთიანი, ერთ-ერთ გაიზიარებს პასუხისმგებლობასაც და წარმატებებსაც, მაგრამ ამასობაში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრები და ეს ტრაგედია არ არის. ჩვენ ერთად ვაშენებთ ქვეყანას და სწორედ ამ განსხვავებაში არის ხიბლი ქართული ოცნების და იმ ხელისუფლების, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ამ მხრივ დიახ, სააკაშვილისთვის ეს იყო ძალიან მძიმე დღე, მხოლოდ ეს ერთი დღეც კი საკმარისია იმისთვის, იმის საჩვენებლად, როგორი გაკვეთილი ჩაუტარა მას ქართულმა ოცნებამ სახელმწიფოებრიობის და პარლამენტარიზმისა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. დღევანდელი შედეგი ნიშნავს თუ არა იმას, რომ პერსპექტივაში თქვენ შეძლებთ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო ხმების მოპოვებას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ინიციატივის შემდეგ ცნობილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია უკვე, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დარეგისტრირებულია პარლამენტში და უკვე შეიქმნა საორგანიზაციო კომისიაც.
კი, დღეს პარლამენტმა კენჭი უყარა, ბიუროზე იყო 78 ხმით თუ 79 ხელმოწერით შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და პარლამენტმა კენჭი უყარა კომისიას საერთო სახალხო განხილვისთვის გამოსაქვეყნებლად ამ პროექტის. ეს პროცესი დაწყებულია, საათი ჩართულია კონსტიტუციით გათვალისწინებული გადახედვის ვადების, რაც შეეხება საჭირო ხმებს. მე პრაქტიკულად ეჭვი არ მეპარება, რომ კონსტიტუციის ეს ცვლილება მოიპოვებს საკმარის რაოდენობას ხმების, მათ შორის უმცირესობისგანაც, იმიტომ რომ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ჩვენ დღეს წარუადგინეთ, არ ჭირდება უმრავლესობას. ეს არის ის ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც ეს ჩვენ არ გვჭირდება, არაფერში არ გვჭირდება, ეს ჭირდება ქვეყანას იმისათვის, რომ თეორიულადაც კი ქვეყანაში აღარ არსებობდეს პოლიტიკური კრიზისის შანსი, ქვეყანა წინ მიდიოდეს და მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ძალთა ბალანსი, ან როგორი იქნება რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირის ახირება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქვეყანა არ დადგეს პოლიტიკური კრიზისის წინაშე. ძალიან მოკლედ რომ განვმარტოთ ეს ცვლილებები რას შეეხება. ეს არის ორი რამ. პირველი ის, რომ ჩვენ ყველა ვუყურებთ ბოლო ერთ თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის და მისი რამოდენიმე ძალიან ვიწრო წრე, მაგრამ მაინც თავგადაკლული მომხრეების საუბრებს რაღაცა აპოკალიფსური აპრილის შესახებ, მოლოდინებს, რომლებსაც ისინი მუდმივად და დღესაც ილაპარაკა ამაზე მიხეილ სააკაშვილმა, მოსალოდნელ მომავალ და ძალიან სწრაფად მომავალ გამარჯვებას უკავშირებენ. ამიტომ ძალიან მარტივი რამ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებით, მან უთხრა მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩვენ არ გვეშინია პოლიტიკური კონკურენციის, უნდა მას პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნები. ჩვენ ამაში ხელს ვუხსნით. არ დაჭირდება მას 6 თვის ლოდინი, მას შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი. ეს არ იქნება კარგი ქვეყნისთვის. ამას ჩვენთვის პოლიტიკურად არავითარი მნიშვნელობა და პრობლემის შემქმნელი არ აქვს და არავითარი პრობლემის შემქმნელი არ არის. პირიქით, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ნიშნავს პრაქტიკულად ბარიერს მიღმა დარჩენილ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვინდა გავრისკოთ ქვეყნის მომავლით. ზუსტად ამიტომ გავუხსენით ხელები მიხეილ სააკაშვილს და უთხარით, რომ არ არის შანტაჟის, არ არის რაღაცა შეგულიანების და ისტერიის დრო, ნუ იმუქრები, აგერ არის პოლიტიკური კონკურენციისთვის გახსნილი რეჟიმი. მეორე, რაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებში წერია, ის არის, რომ იმ ვითარებაში, თუ კი თეორიულად დაუშვებთ, რომ ის დაითხოვს პარლამენტს, ქვეყანას არ შეექმნას კრიზისი და არ შეექმნას პრობლემა. ამიტომ მთავრობა, რომელიც არჩეულია ხალხის მიერ არჩეული და ლეგიტიმური საქართველოს პარლამენტის მიერ დარჩება მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე და იმის შემდეგ უკვე ახლად არჩეული პარლამენტი თავად აირჩევს ახალ მთავრობას. ეს მოდელი არის ერთგვარი შუალედური და ანტიკრიზისული, პირდაპირ შეგვიძლია ვუწოდოთ, მანამ სანამ შემოდგომაზე ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც მოგეხსენებათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში. თუმცა მთავარი мотиваცია იყო თუ არა ამ ინიციატივის ის, რომ პრეზიდენტს დღევანდელი კონსტიტუციით შეუძლია ერთი ხელის მოსმით დაითხოვოს მთავრობა და ამაში არ სჭირდება მას პარლამენტის თანხმობა და არც პარლამენტის დათხოვნა. არის თუ არა მთავარი мотиваცია კოალიციისთვის სწორედ ეს, რადგან თქვენ შეიძლება დარჩეთ აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე? არა. ეს ესე არ არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე არ დავრჩებით, ქვეყანა დარჩება ლეგიტიმური აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე. ანუ ქვეყანა მთავრობის გარეშე არ რჩება, ოღონდ დღევანდელი მოდელით არის შესაძლებლობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ძალიან მცირე პერიოდი, მაგრამ გარკვეული პერიოდი ექმნება, როდესაც მას შეუძლია დანიშნოს მთავრობა პარლამენტის გარეშე და ამ მთავრობას ჩააბაროს ქვეყნის მართვა. ამიტომ, სწორედ ამიტომ, აი ესეთი კრიზისის წინაშე რომ არ აღმოჩნდეთ, როდესაც პარლამენტი არ ამტკიცებს მთავრობას და უარს ამბობს, ლეგიტიმაცია მიანიჭოს მთავრობას და ამასობაში პრეზიდენტს აღარ აქვს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა და გვყავს პარლამენტი ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ერთი კონკრეტული პოლიტიკური გზავნილების მატარებელი, პოლიტიკური დანაპირობების შესრულების პროცესში მყოფი, საკანონმდებლო პროცესში მყოფი და მეორე მხრივ ყავს მთავრობა, რომელიც არ გამოხატავს ამ პარლამენტის შეხედულებებს, არ მოქმედებს მის მიერ მიღებული კანონების შესაბამისად, არ იზიარებს პარლამენტის პოლიტიკას. აი ესეთი კრიზისი რომ არ იყოს ქვეყანაში, ამიტომ შემოგვაქვს ჩვენ ეს საკანონმდებლო ინიციატივა. ანუ ჩვენ ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ვიღებდით ვითარებას, როდესაც არის ეს ორი ამბავი, ანუ პარლამენტი და მთავრობა სხვადასხვა გზაზე ცხოვრობენ და სხვადასხვა კანონებით მოქმედებენ და სხვადასხვანაირად მოქმედებენ და ამასობაში პრეზიდენტს არ აქვს უფლება რომ დაითხოვოს პარლამენტი. ამიტომ ჩვენ ვუხსნით მას გზას, რომ თუ კი მას უნდა ქვეყანაში ხელოვნურად კრიზისის შექმნას, ჩვენ ხელოვნური კრიზისის საშუალებას არ მივცემთ და ამიტომ ხელს გავუხსნით, რომ მაშინ დაითხოვოს პარლამენტი და წამოვიდეს პოლიტიკურ ბრძოლაში და კონკურენციაში. მაგრამ თქვენ თქვით, რომ ეს შესაძლებელია უმცირესობის ნაწილისთვისაც
იყოს მისაღები თქვენი ინიციატივა და ბუნებრივია მათ გარეშე ვერ მიიღებთ ამცირებას, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა დაგჭირდებათ, მაგრამ რატომ უნდა იყოს უმცირესობის თუნდაც ერთი ნაწილისთვის ეს ინიციატივა მისაღები, რადგან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში დღევანდელი სურათიდან გამომდინარე მათ შეიძლება დაკარგონ პარლამენტში მოხვედრის შანსი. გასაგებია, სწორედ ამიტომ სწორედ ესეც არის ერთ-ერთი არგუმენტი, რაც თქვენ ახლა ამ წუთას ბრძანეთ და მეორე არგუმენტი უფრო რაციონალური არის და გონიერია, გონიერ არჩევანზე დამყარებული არის, როდესაც თუკი რამდენიმე მათგანისთვის მაინც უმცირესობაში შემავალი ადამიანებისგან, რამდენიმე მათგანის ერთი ათეულისთვის მაინც მართლა მნიშვნელოვანია ქვეყანა და მისი მომავალი, მაშინ ეს არის გამოსავალი. და ამ გამოსავალს მათ ხმა უნდა მისცემ. და ამ გამოსავალში არსად არც ერთი ნაბიჯით და არც ერთი წამით არ ჩანს პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესი. ამიტომ ჩემის აზრით აქ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივადაა. თუ არ დაითხოვს სააკაშვილი პარლამენტს, მაშინ იქნება ის პარლამენტი, რომელიც არის. და თუ კი შექმნის ის ანუ ნაციონალური მოძრაობა დარჩება პარლამენტში იმ შემადგენლობით, როგორითაც არის. არაფერი არ შეიცვლება მათთვის. მაგრამ თუ კი ვერ ითხოვს პარლამენტს, მაგრამ ამასობაში პარალიზებას ახდენს ხელისუფლების და ქვეყნის მმართველობის, იმიტომ რომ მთავრობას ითხოვს და შემდეგ არ აკმაყოფილებს არანაირ პოლიტიკურ ინტერესს და რეალობას არ ითვალისწინებს ქვეყნისას. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქვეყანა იქნება პარალიზებული. სწორედ ამიტომ მე მგონია, რომ უმცირესობაში არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ ქვეყნის პარალიზებას ვერ მისცემენ ხმას, ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ იმ რეალობას, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, მიხეილ სააკაშვილის გამო და სწორედ ამიტომ მაქვს იმედი, რომ მისცემენ ხმას. მე დღეს ეს ცოტა სხვა თემა, ამნისტია ბუნებრივია, მაგრამ ამნისტიის შესახებ პარლამენტში გამოსვლის დროს მე მიმართა უმცირესობას და ვთქვი, რომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ამნისტიის პროექტი საქართველოს პარლამენტთან 99 ხმით არ წავადგო. იმიტომ რომ მე იმედი მქონდა, რომ რამდენიმე კაცი მაინც აღმოჩნდებოდა უმცირესობაში, რომელიც არ მისცემდა წინააღმდეგ ხმას. აღმოჩნდა, რომ ჩემი იმედი გაცილებით უფრო პესიმისტური იყო, ვიდრე ეს რეალურად დადგა. იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ მეტი ხმა, ვიდრე ამ წუთას აქვს უმრავლესობას, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ გაცილებით მეტი ხმა თავშეკავებულის, ვინც არ მისცა წინააღმდეგ ამნისტიის კანონპროექტს, სწორედ იმ გონიერი არჩევანის გამო და რაციონალური მიდგომების გამო, რომელიც რა თქმა უნდა უმცირესობაში მყოფი დეპუტატების ნაწილს ნამდვილად აქვს. ქალბატონი და საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივის პარალელურად პრემიერ-მინისტრმა გუშინ ასევე ილაპარაკა მსუბუქი პოლიტიკური დანაშაულების ამნისტიის შესახებ. ძალიან პრაგმატულად და ძალიან რეალისტურად რომ შევხედოთ. ხომ არ იყო პარალელურად ამ ინიციატივის შესახებ საუბრის მიზანი ის, რომ ესეც ყოფილიყო სტიმული ერთგვარად პოლიტიკური უმცირესობისთვის, იმისთვის რომ მათ დაუჭირონ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. პრაგმატულია პოლიტიკა და მე მგონი ამის შესახებ თქვენ არ გექნებათ განსხვავებული აზრი. შეიძლება ასეც ჩავთვალოთ, ოღონდ ერთი რამ ფაქტად უნდა გავიხსენოთ, მე და თქვენს ეთერში ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამის შესახებ მანამდეც და ჩვენ პირველი დღიდან საუბრობდით იმაზე, მე პირადად ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ამის შესახებ, რომ ჩვენ მივდივართ იმ გზის, როდესაც ათასობით ადამიანის დაპატიმრებას და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არავინ ქვეყანაში არ აპირებს. რომ ჩვენ ყველანი ძალიან კარგად ხედავთ, რომ რეჟიმი, რომელიც სააკაშვილმა დაამყარა ქვეყანაში, ორი ტიპის ამ რეჟიმს ორი ტიპის მსხვერპლი ყავდა, ერთი სტანდარტულ ტრადიციული ადამიანები, რომლებიც რეპრესიების ქვეშ იყვნენ და მეორე ის ჩინოვნიკები და სახელმწიფო და საჯარო მოხელეები, რომლებიც ამ რეპრესიებს ანხორციელებდნენ მათი ნების საწინააღმდეგოდ, უბრალოდ მათ არ ჰქონდათ სხვა არჩევანი. ამაზე ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, ეს პოლიტიკა სახეზე არის უკვე პირველი დღიდან ქართული ოცნების გამარჯვების, ამიტომ დიახ, შეიძლება გუშინ ამის გამეორებაში მივიჩნიოთ იმის დასტურად, რაც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ მეორე მხრივ ფაქტად რჩება, რომ ეს იდეა გუშინ არ გაჩენილა და ამის შესახებ ჩვენ პირველი დღიდან ვსაუბრობთ. რა პროცედურები და რა დრო იქნება საჭირო ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად, რადგან ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ დაგასწრებთ პრეზიდენტი, თეორიულად ეს აბსოლუტურად დასაშვებია და მოასწრებს მთავრობის დათხოვნას მანამ, ვიდრე მოახერხებთ თქვენ კონსტიტუციოს ცვლილებას. თეორიულად რა თქმა უნდა ეს დასაშვებია, თუმცა პრაქტიკულად მე ეს ფანტასტიკის სფერო და მგონია, მარტივი ამბავია, მოდით წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ შემდეგი თვენახევრის განმავლობაში ეს არის ვადა, რაც ჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებებს რეალობად კანონად ქცევისთვის, დაითხოვს განთავისუფლებას ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. თუ საქართველოში ვიდმეს შეუძლია რომ ეს წარმოიდგინოს, მაშინ კი ბატონო ჩვენ შეგვიძლია ამაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. მაგრამ აქ აუცილებლად ერთი მაგრამ არის სათქმელი, რომ მიუხედავად აბსოლუტური ირაციონალური
პროფესიონალობისა ამ საკითხის და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად, პოლიტიკურად, პრაგმატულად არანაირი შანსი ამისი არ ჩანს, მიხეილ სააკაშვილისთვის ვიცნობთ რამას, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში და აბსოლუტურად არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ ის არ არის მარტო. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ გუნდში ადამიანების იმ ვიწრო წრეში, რომლებთანაც მას მუდმივი ურთიერთობა აქვს, არის ხალხი, რომელიც ამას არ დაუშვებს, იმიტომ რომ ეს იქნება არა უბრალოდ პოლიტიკური კრიზისი მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობისთვის. ეს იქნება გაცილებით უფრო მაღალი საფრთხეების მატარებელი პოლიტიკურად მათთვის. ამიტომ მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმას, რომ ვინმე მის გარემოცვაში, მე მისი იმედი არ მაქვს, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ვინმე მის გარემოცვაში ასეთ ავანტიურაზე წავიდეს ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგოდ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თინა, მე მინდა წინასწარ მოგილოცოთ ახალი წელი და ასევე შობა, რადგან ეს არის ბოლო მთავარი კითხვა 2012 წლის, ჩვენ უკვე 2013 წელს შევხვდებით და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ხშირად იქნებით ჩემი გადაცემის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა და გილოცავთ. მეც მინდა რომ მოგილოცოთ, მიულოცოთ თქვენს მაყურებელს, თელ საქართველოს წარმატებები და ბედნიერი ახალი წელი უსურვო. გისურვებთ წარმატებულოცებს მომავალ წელს, ისევე როგორც ყოველთვის ამ წლების განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა. მთავარ კითხვას 2012 წლის ბოლოს თინა ხიდაშელი პასუხობდა, არ გადართოთ, რამდენიმე წუთში საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება ჩვენი სტუმარი. მთავარ კითხვას საგარეო საქმეთა მინისტრი უპასუხებს საღამოშიდობის საკალბატონო. საღამოშიდობის. თქვენს პირადთან დაკავშირებული თემით უნდა დავიწყო. დღეს თქვენ გამოეხმაურეთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც თენგიზ გუნავას დასკვნის გამო პრემიერ-მინისტრმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ განთავისუფლება და საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მეუღლის პატა თუშურაშვილის დანიშვნა მოითხოვა. პრეზიდენტის სიტყვებს წავიკითხავ, მან განაცხადა, რომ გუნავასთან ისტორია დიდი ხანი არ ყოფილა, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ არ აღმოაჩნდა სისხლში ნარკოტიკი და პრემიერ-მინისტრმა თქვა მთავრობის ხდომაზე, დღესვე გაანთავისუფლეთ ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელიო, მიუბრუნდა საგარეო საქმეთა მინისტრს და უთხრა, შენი მეუღლე იქნება ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი. თქვენ უკვე გააკეთეთ დღეს რამდენიმეჯერ ამაზე კომენტარი. კიდევ ერთხელ, რა საფუძველი აქვს პრეზიდენტის აი ამ განცხადებას, რა მოხდა სინამდვილეში უბრალოდ? ნამდვილად არ ველოდი ასეთ კითხვას. დღეს ჟურნალისტმა მკითხა, სხვა შორის ეს კარგა ხნის წინ იყო, მე თვითონ არ მომისმენია, მეც მხოლოდ წავიკითხე. მაგრამ დღეს იყო თქვენ გამოხმაურება. ხო, დღეს მკითხა, რატომღაც ჟურნალისტმა ამდენი ხნის მერე და მე ამაზე გავაკეთე კომენტარი. და მე მას ასეთი რამე ვუთხარი და თქვენც იგივეს გაგიმეორებთ, რომ ჩემი მეუღლე იქ მუშაობდა და სადღაც მარტში მე თებერვალში გავხდი პრესპიკერი, მარტში მას უთხრა თავისმა უფროსმა, რომ ან მე შევწყვეტდი პოლიტიკურ საქმიანობას და ან მას მოუწევდა სამსახურის დატოვება. ნუ რასაკვირველია, მე პოლიტიკური საქმიანობა არ შემიწყვეტია მოგეხსენებათ, ამიტომ მას აპრილის ბოლოს დაატოვებინეს სამსახური. და ჩემი კომენტარი ასეთი იყო, რომ იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი დაინტერესდეს, რატომ მოიხსნა სამსახურიდან ადამიანი პოლიტიკური ნიშნით, რაც არის დადასტურებული იმ კვლევის შედეგად, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა და ეს საკითხი წარმოჭრილი იყო საერთაშორისო დონეზე, სხვათა შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროს დაუსვეს ეს კითხვა. და შეტანილია ეს იმ კითხვარში, რომელზედაც საგარეოს ევალება პასუხის გაცემა. პასუხი აქამდე გაცემული არ არის, მე მომიწევს ამაზე პასუხის გაცემა, რაც ძალიან კომიკურ სიტუაციაში მაგდებს. ჩემი პასუხი სწორედ ესეთი იყო პრეზიდენტის კომენტარზე, რომ იგი უნდა ინტერესდებოდეს, რატომ ხდებოდა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების განთავისუფლება სამსახურიდან და მათ უფლებებს უნდა იცავდეს. და გარდა ამისა, ერთი რამეს დავამატებ, რაც არ მithქვამს იმ კომენტარში, რომ ჩემს მეუღლეს შეტანილი აქვს სასამართლოში ეს საქმე. 9 იანვარს იქნება სასამართლო და პრეზიდენტის ეს განცხადება არის ეწოლა სასამართლოზე. მე ამას ასე აღვიქვამ. ასე რომ მე მას მოუწოდებ დაიცვას ადამიანის უფლებები, რაც მას ევალება და ჭორებს ნუაყვება, რადგანაც ის რაც მის ციტატაში იყო ნახსენები, როგორც მთავრობის ხდომაზე მომხდარი ფაქტი, ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ჭორებს და ეს ასე არ ყოფილა. გასაგებია, მთავარი პროკურორის სკანდალური განცხადების შესახებაც უნდა გკითხოთ აუცილებლად, რადგან თქვენც გიკავშირდებათ ეს განცხადება. მან თქვა, რომ ერთ-ერთი მინისტრის მიმართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მას მთავარ პროკურატურას მიმართა უცხო ქვეყნის საელჩომ. წერილში საელჩო მისი ქვეყნის მოქალაქის პოზიციას ახმაურებს და აცხადებს, რომ კონკრეტულმა მინისტრმა მისი მოქალაქე აიძულა ტოიოტას მარკის 10 ავტომანქანა შეეძინა. შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ საუბარია თითქოს თურქეთის საელჩოზე და საუბარია თითქოს დავით კეზერაშვილზე. შეგიძლიათ დაადასტუროთ ან უარყოთ, რომ ნამდვილად ამ პიროვნებაზეა თუ
არა და ვიზია ლაპარაკი. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი ნოტა მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეს ნოტა გადაგზავნილია პროკურატურაში. მოგეხსენებათ, ნოტა არის ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის ყველაზე მთავარი მექანიზმი. ამის შესახებ მე ბევრის თქმა არ შემიძლია, რადგანაც ეს კონფიდენციალურია, სახელმწიფოებს შორის ნოტით გაცვლილი ურთიერთობა არ არის მედიისთვის განკუთვნილი. პროკურორმა გაახმოვანა მხოლოდ ნაწილი მისი, მას არ დაუსახელებია არც მინისტრი და არც ქვეყანა. ნება მომეცით, რომ მეც არ დავასახელო, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ასეთი ნოტა არსებობს. საქმე ეხება მართლაც ერთ-ერთ ყოფილ მინისტრს და მართლაც ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აიძულებდნენ არა მხოლოდ ეყიდა ის მანქანები, რომელზედაც პროკურორმა ილაპარაკა, არამედ ყოველთვიურად გადაეხადა კიდევ ძალიან სოლიდური თანხა იმის სანაცვლოდ, რომ მის ბიზნესს არ შეშლოდა ხელი. ეს არის საგანგაშო რამ, ეხლა მიმდინარეობს გამოძიება და ამიტომ მე მხოლოდ იმ ნაწილზე კი არ ვიკავებ თავს, რომელიც ნოტით არის მოწოდებული ქართული მხარისთვის, არამედ მის მიმდინარეობაზეც არც გამოჩნია არანაირი ინფორმაცია, მაგრამ საგანგაშო არის ის, რომ უკვე უცხო ქვეყნიდანაც ისმის პრეტენზიები საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიმართ. ანუ ყველაფერი რაც ხდება, ის გამოძიება, დაკავებები, დაკითხვები, რამაც ასე აღაშფოთა ძალიან ბევრი ნაციონალური მოძრაობიდან და ასევე უცხოეთის ქვეყნების ლიდერები, ეხლა როგორც ჩანს უკვე საერთაშორისო მასშტაბს იღებს და ეს პირველი შემთხვევა, მაგრამ შეიძლება სხვა ქვეყნებიდანაც იყოს მსგავსი პრეტენზიები. ამ ნოტით ქართულ მხარეს თხოვენ საქმის გამოძიებას და სამართლიანობის აღდგენას. ასე რომ ჩვენში არსებულმა ელიტურმა კორუფციამ უკვე საერთაშორისო მასშტაბი მიიღო. სამწუხარო რომ ქვეყანას და მინისტრს ვერ ვაკონკრეტებთ, მაგრამ სავარაუდოდ შესაძლებელია დადასტურდეს ის, რაც მე ვთქვი, თურქეთის საელჩოსა დავით კეზერაშვილს დაველოდოთ მაშინ გამოძიებას. ყარსი ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით უნდა დაგისვათ შემდეგი შეკითხვა, მით უმეტეს რომ 2 დღის წინ დაბრუნდით პრემიერ-მინისტრთან ერთად იყავით ვიზიტით აზერბაიჯანში. გუშინ ბიძინაევანიშვილმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი შეკითხების გამო აზერბაიჯანელები არ იძაბებიან, ეს იყო უკვე ბაქოდან დაბრუნების შემდეგ. რა კითხვები დასვა პრემიერ-მინისტრმა ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან მის პირველ განცხადებაში იყო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკურ ეფექტთან დაკავშირებით ჰქონდა მას ძირითადად და არა გეოპოლიტიკურ ეფექტთან დაკავშირებით შეკითხვები და რა პასუხები მიიღო ბაქოში ბიძინაევანიშვილმა ამ თემაზე თქვენ ესწრებოდით იქ შეხვედრებს. საერთოდ უნდა ვთქვა ბაქოსთან დაკავშირებით, რომ ეს იყო სრულიად უპრეცედენტო ხასიათის ვიზიტი. მე ძალიან ბევრი უმაღლესი დონის ვიზიტი მინახავს ჩემი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, მაგრამ ასეთი თბილი და ასეთი მეგობრული ვიზიტი იშვიათად. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან დაგეგმილის ნაცვლად ორჯერ უფრო მეტ ხანს გაგრძელდა. თითქმის 4 საათნახევარი ვიყავით მასთან. ჯერ იყო პირისპირ შეხვედრა ბატონი ბიძინასი და პრეზიდენტის და შემდეგ იყო სადილი, რომელსაც დელეგაციები ესწრებოდნენ და ისიც ბევრად უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. აბსოლუტურად ყველა თემას შეეხო ორივე მხარე ამ საუბრის დროს. მათ შორის არის რაღაც ისეთი თემები, რომლებიც კითხვებს იწვევდა ორივე მხრიდან. არ დავასახელებ, ახლა მხოლოდ ერთი-ორს ვიტყვი, მაგალითად კახში ქართული ეთნიკურად ქართული მოსახლეობის პრობლემები, იყო ასევე სატრანზიტო თემებზე საუბარი, ენერგომატარებლებზე, ყველა იმ თემაზე დავით გარეჯზე, რომელიც არის ასე თუ ისე ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საგანი, ხანდახან არც თუ ისე მკაფიოდ გამოკვეთილად დადებითი, მაგრამ არც ერთი საკითხი არ დარჩენილა ყურადღების მიღმა. მათ შორის იყო რასაკვირველია რკინიგზის ამ მონაკვეთზეც საუბარი და მთავარი, მე ვფიქრობ, რაც წამოვიღეთ ჩვენ ბაქოდან და რაც დარჩა ასევე ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, არის ის, რომ ჩვენ დავწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი ორი ქვეყანა არის ძალიან მეგობრული, ჩვენ გვაკავშირებს ძალიან თბილი ურთიერთობა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ თემაზე ჩვენ გვაქვს შექმნილი უკვე ისეთი საფუძველი, რომელზედაც შეგვიძლია ავაგოთ შემდგომი ურთიერთობა და ყველა პრობლემური საკითხი განვიხილოთ ისე, რომ ორივე ქვეყნის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.
კითხვები ეკონომიკური ხასიათის, თქვათ იქ სატრანზიტო სხვადასხვა ფორმალობების შესახებ იყო დასმული, კონკრეტულად ყოველ შემთხვევაში იმ შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენც ვესწრებოდით, დელეგაციები არ ყოფილა რაიმე ძალიან დაკონკრეტებული პასუხები, მაგრამ ხაზი გაესვა იმას, რომ ეს რკინიგზა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მშენებლობა და რომ იგი აუცილებლად გაგრძელდება და თავის ვადაში დასრულდება და უფრო მეცაც გეტყვით, მე ძალიან მიკვირს საერთოდ რატომ ატყდა ამაზე აჟიოტაჟი, რადგანაც ბრიუსელში ყოფნის დროს, როდესაც ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა პრემიერ-მინისტრი, სწორედ იმაზე იყო ლაპარაკი, რომ ეს რკინიგზა შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან უკუ ტრანზიტის განხორციელებაში. საქმე ეხება არა მხოლოდ ტვირთების გადაზიდვას, არამედ პირად შემადგენლობასაც. და მეც შემდეგ ჩემ შეხვედრებში ევროკავშირში, ნატოში ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ ეს იქნება უმოკლესი გზა, ყველაზე იაფი, ყველაზე მოხერხებული იმისათვის, რომ ეს ტრანზიტი განხორციელდეს. ამიტომ ჩვენ მისი სტრატეგიული მნიშვნელობა რასაკვირველია ძალიან კარგად გვესმოდა და სწორედ ამ თემის ლობირებას ვეწეოდით ნატოში და ევროკავშირში. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიტომ ეს გამოწვეული აჟიოტაჟი, რომ თითქოს ვიღაცას რკინიგზის მშენებლობის შეჩერება უნდა და ჩემთვის სრულიად ანუ თემა ამოწურულია. თემა ამოწურულია, შეიძლება დასადგენი იყოს ტექნიკური დეტალები, ტრანზიტის დეტალები, მაგრამ ის რომ რკინიგზა შენდება და იგი იქნება ძალიან დატვირთული და გამოყენებული ავღანეთიდან უკუ ტრანზიტისთვის, ეს ჩვენი სურვილია და იმედი გვაქვს, რომ ნატო ამას დაეთანხმება. კიდევ ერთი კონკრეტული თემა, თქვენ უკვე ახსენეთ გარეჯი, ეს არის ძალიან მტკივნეული თემა ქართული მხარისთვის. რაზე ილაპარაკეთ, როგორ დადგინდება საბოლოოდ სად გადის იქ საზღვარი და როგორ გადაწყდება ეს საკითხი? ეს ყველაფერი არის კომისიის გადასაწყვეტი, ასეთი კომისია არსებობს, დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია. მისი მუშაობის თემაა ეს, ჩვენ ასეთ კონკრეტულ სიღრმეებში არ ჩავსულვართ ამ შეხვედრის დროს, როგორც გითხარით, მთავარი იყო იმ მეგობრული ატმოსფეროს შეგრძნება და ჩამოყალიბება, რომელიც საფუძველს იძლევა, რომ ყველა საკითხი, რომელიც იქნება საკამათო, გადაწყდება მეგობრულ ვითარებაში და ურთიერთთანამშრომლობის პროცესში. 2013 წლის გეგმებზე მინდა აუცილებლად ვილაპარაკოთ, რადგან ბოლო გადაცემა არის ეს ამ წელიწადში. დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტით, ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი, რომელიც არ შედგა 2012 წელს და რამდენადაც ცნობილია უკვე 2013 წლისთვის იგეგმება. თუ არის უკვე დაახლოებით ვადა ცნობილი და არის თუ არა მთავარი პირობა ის, რომ ამ ვიზიტის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის და ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრა აუცილებლად შედგება. ესეთი კონკრეტიკა ჯერ არ არის, არც ვადები არ არის დადგენილი, მოგეხსენებათ ამერიკაში ეხლა ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა, უკვე ცნობილია ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის ვინაობა, პრეზიდენტის ინაუგურაცია იანვარში უნდა დაიგეგმოს, ახლა იქაც ახალი წელია, იქაც შობა იყო, ასე რომ ძალიან მალე ალბათ შეიძლება ერთ-ორ თვეში ჩვენ უკვე ვიცოდეთ კონკრეტული თარიღიც და კონკრეტული პროგრამაც პრემიერის ვიზიტისა. მაგრამ ეს ვიზიტი სავარაუდოდ ალბათ გაზაფხულზე გაიმართება და იგი რასაკვირველია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ ამ ვიზიტისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ძალიან მაღალ დონეზე ჩაივლის. გავრცელებული ინფორმაციით იანვრის ბოლოს დაოში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება ბიძინა ივანიშვილი, გასაგები ეკონომიკური მხარე ამ ფორუმის, მაგრამ იგეგმება თუ არა რაიმე პოლიტიკური შეხვედრა, მაგალითად რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ან პრეზიდენტთან, რომელიც დაესწრება ამ ფორუმს, რადგან შესაძლებელია ეს იყოს კარგი შანსი პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვისაც. არა მხოლოდ რუსეთს, რომელიმე სხვა პოლიტიკურ შეხვედრას. არ გამოვრიცხავ, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან გააჩნია, ჩვენ ეხლა ამ წუთას ვართ სწორედ პროგრამის შედგენის პროცესში. მოგეხსენებათ, უფრო ეკონომიკური ხასიათის არის ეს შეხვედრა, თუმცა წამყვანი ქვეყნების ლიდერები მას იყენებენ ასევე ორმხრივი შეხვედრებისთვისაც. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, 23-დან 27 იანვრამდეა ეს ფორუმი. იქნება თუ არა ბატონი ბიძინა მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდს, როდესაც იგი იქ იქნება, ძალიან ინტენსიურად გამოვიყენებთ. მაინც უფრო ეკონომიკური მიზნებისთვის მიემგზავრება პრემიერ-მინისტრი ამ ფორუმზე, რასაკვირველია, თუ კი საშუალება იქნება და დრო იქნება, შეიძლება მოხდეს ორმხრივი შეხვედრებიც უმაღლეს დონეზე.
რუსეთთან ურთიერთობების თემა პრინციპში დაიძრა, უკვე შედგა პირველი შეხვედრა ზურაბ ბაბაიშვილის და გრიგორი კარასინის შორის. არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია შედგეს ზურაბ ბაბაიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს შორისაც შეხვედრა. რა იქნება 2013 წელს რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოსთვის მთავარი სტრატეგია? რა გვამოძრავებს ჩვენ, როდესაც მივდივართ ორმხრივ ურთიერთობაზე ისეთ ქვეყანასთან, ისეთ მეზობელთან, როგორც არის რუსეთი, რომელთანაც გვაქვს ძალიან პრობლემური ურთიერთობა. ერთ-ერთი მინდა დავაზუსტო, რომ კარასინი გახლავთ სწორედ პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელი. რაღაც თქვენს კითხვაში თითქოს ისე გავიგე, რომ ვიღაც ხვასთან საუბარია, რომ კიდევ შეიძლება სხვასთან შედგეს შეხვედრა და არა კარასინთან. ყოველ შემთხვევაში ასე გავრცელდა რამდენიმე სააგენტო საშუალება. ბატონმა კარასინმა განაცხადა, რომ იგი უფლებამოსილია პრეზიდენტის სახელით ილაპარაკოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, რადგან მას უფრო მაღალ ლეგიტიმაციას ანიჭებს. შეიძლება ეს შეხვედრა თვითონ ეს შეხვედრა გაფართოვდეს, შეიძლება სხვასთანაც მოხდეს შეხვედრა და როგორც გითხარით, არც ის არის გამორიცხული, რომ რომელიმე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ბატონი ბიძინა ივანიშვილიც შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს. 2013 წელს მე ვფიქრობ, რომ უკვე იკვეთება, რომ ეკონომიკური ურთიერთობები აღდგება, შეიძლება რეალობა გახდეს პირდაპირი და ჩვეულებრივი რეგულარული რეისები საქართველოსა და რუსეთს შორის. აუცილებლად იქნება თემა სოჭის ოლიმპიადა, აუცილებლად იქნება თემა აგრეთვე კულტურული ურთიერთობები და ხალხთა შორის ურთიერთობები. ეს თემები არის უკვე დაძრული, უკვე პირველი პოზიტიური სიგნალები ორივე მხრიდან არის გაგზავნილი, შეიძლება ველოდეთ უფრო მეტ კონკრეტიკას. მე მაგალითად ამაზე მეტს 2013 წელს არ ველი. არც სავიზო რეჟიმს მაპატიეთ სავიზო რეჟიმი დაკავშირებულია ჰუმანიტარულ თემასთან და ხალხთა შორის გაცვლის თემასთან. ანუ არის 2013 წლის თემა. 2013 წლის თემა არის, ეს თემაც აგრეთვე არის დაძრული და აღძრული, თუ გნებავთ ასე ვთქვათ, რადგანაც ხალხთა შორის ურთიერთობა გამარტივებული სავიზო რეჟიმის გარეშე არის ძალიან რთული წარმოსადგენი, მოგეხსენებათ, ცალმხრივად გვაქვს ჩვენ გაუქმებული სავიზო რეჟიმი. ამაზე მეტს მე არ ველი, მე მიმაჩნია, რომ ამ თემებიდან, რომელიც ჩამოვთვალეთ, სოჭის ოლიმპიადა არის ყველაზე საინტერესო და იძლევა ყველაზე უფრო ფართო თანამშრომლობის საშუალებას. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, რაც არის ძალიან აქტუალური ევროკავშირთან, რასაკვირველია ამჯერად რუსეთის თემა ამოვწურეთ ამ ეტაპზე. თქვენ განაცხადეთ, რომ წინა ხელისუფლების დაპირება, რომ საქართველოს მოქალაქეები 2013 წელს ევროპაში უვიზოთ ივლიდნენ, იყო ტყუილიო. რაში იქნება გამოხატული, ანუ პრაქტიკულად რაში მდგომარეობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია? როგორ შემსუბუქდება ეს 2013 წლის? ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გააკეთეს სექტემბერში არჩევნებამდე, როდესაც ითქვა, რომ 2013 წლის იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობა იქნებოდა შესაძლებელი უვიზოთ. ეს იყო მტკნარი სიცრუე და იყო მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება. ჩვენ ეს ყოველთვის ვიცოდით, მათაც ძალიან კარგად იცოდნენ. ამიტომ ეხლა ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ახალი ხელისუფლების მიერ რამე ფერ ხდება, არის მეორე ტყუილი და უფრო მეტიც ეს არის ნამდვილი უსინდისობა. სინამდვილეში საქმე არის ესე, რომ ჩვენ ველოდებით სავარაუდოდ თებერვალში ევროკომისარი სესილია მალსტრომის ვიზიტს, რომელმაც უნდა ჩამოიტანოს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში უვიზო რეჟიმს მივახციოთ, სხვა შორის აქაც ცალმხრივად გვაქვს გაუქმებული, მოგეხსენებათ. სხვა შორის ეს კიდევ ცალკე თემა 117 ქვეყანასთან ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. და ეს არის ძალიან ბევრი, როცა მეორე მხრივ ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან ცოტა ქვეყანაშია უვიზო მიმოსვლა. მაგალითად თურქეთშია, აზერბაიჯანშია, მაგრამ მათი რიცხვი ძალიან ცოტაა. და ეს ცალკე თემაა, რატომ ვართ ჯამდგარი ასეთ არათანაბარ პირობებში. ინვესტიციების მოზიდვა, ტურისტების მოზიდვა ასეთი იყო. მე არ მინახავს სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ ამან მართლა შემოიღო ასეთი შედეგი. ეს ცალკე და ძალიან ვრცელი თემა, ალბათ ეხლა ამის დრო არა გვაქვს. რაც შეეხება ევროკავშირთან, საბოლოო მიზანი რასაკვირველია არის სრულიად უვიზო მიმოსვლა. რაც ეხლა ამ ეტაპზე მაგალითად დიპლომატიური პასპორტებისთვის უკვე მიღწეულია. დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ვიზები აღარ ჭირდებათ.
ადრე ასე არ იყო. ამ სამოქმედო გეგმას აქვს ორი ეტაპი. ერთი ეტაპი არის შიდა პრობლემების მოგვარება, კანონმდებლობის მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვა შორის იქ არის ასეთი მოთხოვნები, როგორიც არის ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური ფასეულობების დაცვა. რაც ჩემი აზრით საქართველოში აქამდე არ ხორციელდებოდა. არადა მის გარეშე სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ უნდა ველოდოთ. არის მოკლედ ძალიან ბევრი მიგრაციის სხვადასხვა დეტალები, არის რეადმისიის კანონი, ბევრი სხვადასხვა რამ არის. აი ამის შემდეგ, როდესაც ეს მოწესრიგდება, ეს პირველი ფაზა დამთავრდება და ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს დამთავრდება მომავალი წლის ნოემბრისთვის, ვილნიუსის სამიტისთვის, მერე გადავალთ მეორე ეტაპზე. ეს იქნება იმპლემენტაცია, ანუ განხორციელება ყველაფერი იმისა, რასაც ჩვენ წელს ქაღალდის დონეზე მივახცევთ. მხოლოდ აი ამ მეორე ეტაპის დასრულების მერე უნდა ველოდოთ უვიზო რეჟიმს. ეს შეიძლება 2 და 3 წლის შემდეგ მოხდეს, ასე რომ არავინ არ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები, ესე მალე ეს არ განხორციელდება. თუმცა ეტაპები მას ექნება, მაგალითად სტუდენტებისთვის ვიზების მიღება უკვე არის გაადვილებული, ასევე თუ ვთქვათ სამკურნალოდ მიდის ადამიანი, რაღაც კულტურული ჯგუფებისთვის, სპორტსმენებისთვის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ საერთოდ ვიზების გაუქმებას ჯერჯერობით არ უნდა ველოდოთ. ელჩების თემა არ გთანხმდებათ პრეზიდენტი ძველი ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით იყო საუბარი იმაზე, რომ მას ჰქონდა გარკვეული მოთხოვნები პოლიტიკური მათი გამოწვევის სანაცვლოდ. რა ხდება ამჟამად? შეეგუეთ იმას, რომ დარჩებიან ძველი ელჩები თუ როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი? ეხლა რადგანაც მართალი ბრძანდებით სია გაგზავნილია პრეზიდენტისთვის, რომელშიც არის სხვათა შორის ძალიან ცოტა, მხოლოდ 12 ელჩის გამოწვევის, ვადაზე ადრე გამოწვევის თხოვნა. დანარჩენები, რომლებიც უკვე გაგზავნილია, არიან ის ელჩები, რომელთაც ისედაც გასდით ვადა და მათი შემცვლელებიც უკვე არის, ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან კონკრეტული წარმოდგენა, ვინ სად უნდა გააგრძელოს მუშაობა, ვინ უნდა იყოს იმ ქვეყნებში ელჩი. ეს არ იძვრის მართალი ბრძანდებით, რადგანაც როგორც ჩანს პრეზიდენტს გონია, რომ თუ კი ეყოლება ისევის ხალხი საელჩოებში, მოახერხებს შეცდომაში შეყვანას დასავლეთის იმის შესახებ თუ რა ხდება სინამდვილეში ქვეყანაში. ეს რომ არ გამოდის და ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, ასე ვთქვათ, მე მგონი ეს ძალიან კარგად დაინახა ყველა მათ არის შორის მისგან აი ახლა ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული მოთხოვნა იმისთვის, რომ დაგთანხმდეთ ელჩების ცვლილებაზე? არა, არაფერი ყოველ შემთხვევაში ჩემამდე არანაირი მოთხოვნა არ მოსულა. ეს ასე ვთქვათ, იგულისხმებოდა, რომ იყო კოაბიტაციის ნაწილი, რომელიც როგორც ხედავთ, არ გამოდის და არ ვიცი, შეიძლება აი ამ ახალმა ცვლილებებმა, რაზედაც თქვენი გადაცემის პირველ ნაწილში იყო საუბარი, ეს სიტუაციაც შეცვალოს ყოველ შემთხვევაში, წესით ესე უნდა მოხდეს. და რადგან ეს არის წლის ბოლო გადაცემა და სწორედ თქვენ ხართ ჩემი სტუმარი, კიდევ რა იქნება საგარეო პოლიტიკაში, საგარეო საქმეთა მინისტრისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტები მომავალი წლისთვის? ჩვენი პრიორიტეტები ცნობილია, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო შესასრულებელი იმისათვის, რომ ვილნიუსის სამიტისთვის დამთავრდეს ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობა, ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს სავაჭრო ხელშეკრულებასაც. შემდეგ როგორც გითხარით, ვიზის ლიბერალიზაციის ამ ერთი ეტაპის დასრულება, ეს არის ევროკავშირსაც შეეხება. ჩვენ ვაგრძელებთ ნატოში ინტეგრაციის პროცესს, დაგეგმილია რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ნატოსთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, იქნება პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მეზობლებთან ვიზიტებს, შემდეგი ვიზიტი პრემიერისა არის სომხეთში, ხოლო შემდეგ უკვე დაგეგმილია თითქმის ვიზიტი თურქეთში. ასე რომ ჩემი ამოცანა იქნება პირადად ჩემი, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოვიარო 2013 წლის მანძილზე, გავიცნო ჩემი კოლეგები, გავაცნო მათ ახალი მთავრობის ხედვა, მოვიპოვო მათი მხარდაჭერა იმ გეგმებში, რომელიც აქვს საქართველოს და რასაკვირველია გავაგრძელოთ არაღიარების პოლიტიკა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხში. დავამყაროთ ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც არ აქვს ჯერჯერობით ურთიერთობები დამყარებული და გავაგრძელოთ საქართველოს განვითარება ყოველი კუთხით.
მე ხშირად ვამბობ, რომ შიდა პოლიტიკის გარეშე საგარეო პოლიტიკა არ არსებობს. ასე რომ შიგნით უნდა მოხდეს ბევრი კარგი რამ, რაც მერე ჩვენ გარეთ უნდა გავიტანოთ. ამის იმედი მაქვს 2013 წელს, რომ იგი მოხმარდება ეკონომიკის აღორძინებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, გაძლიერებას და რაც მთავარია, დასრულდება გარდამავალი პერიოდი და საქართველოს დაადგება მშვიდი განვითარების გზას. ძალიან დიდი მადლობა. წინასწარმიდან მოგივოცოთ 2013 წლის დადგომა და ასევე შობა. რადგან ეს არის ბოლო გადაცემა, ჩვენ შევხვდებით 2013 წელს. უღრმესი მადლობა. დიდი სიამოვნებით მაყურებელსაც ვლოცავ ძალიან დიდი მადლობა. მთავარ კითხვას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პასუხობდა რამდენიმე წუთში ზაზა შათირიშვილი შეაფასებს განვლილ 2012 წელს. მთავარი კითხვის ბოლო სტუმარი 2012 წელს ზაზა შათირიშვილი შეაფასებს განვლილ წელს. მე ძალიან მიყვარს მასთან საუბარი, როგორც ყოველთვის სეზონის ბოლოს და დასაწყისში. საღამოშტობისა ზაზა და დიდი მადლობა, რომ დღეს მოახერხეთ ჩვენთან მოსვლა. მარტივ და მთავარ კითხვას დავსვავ, თქვენი შეფასებით როგორი წელი იყო 2012 წელი საქართველოსთვის? ну ჩემი შეფასებით და არა მარტო ალბათ ჩემი შეფასებით იყო, რასაც ქვია გარდამტეხი წელი, რომელმაც შეიძლება ითქვას ძალიან ბევრი რაღაცა შეცვალა და შეიძლება ესე ითქვას, რომ რაღაც ესეთი მონიშნა ახალი პერიოდი. ამ თვალსაზრისით ალბათ შეიძლება შევადაროთ 90 წელს. 1990 წელს, რომელმაც ასევე რაღაცა მონიშნა. პოლიტიკური მნიშვნელობით. პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, ხო, ну, მთლიანად. 90 წელი იყო ესეთივე გარდამტეხი წელი ჩვენთვის. არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრობდა მაშინ საბჭოთა სივრცეში, რომელსაც ახლა უკვე შეიძლება უწოდოთ პოსტსაბჭოთა სივრცე. თუმცა 91 წელს გაფორმდა ის, რაც 90 წელი რითიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაღაც 22 წლიანი ციკლი რაღაცნაირად დასრულდა და გადავედით რაღაც სრულიად სხვა სიტუაციაში. რას გულისხმობს ეს სხვა სიტუაცია? ახლა არის გარდამავალი პერიოდი. როგორ აღწერთ ამ პერიოდს? რა გზაზე დგას დღეს ქვეყანა? მე არ ვიტყოდი, რომ ეს ახლა არის გარდამავალი პერიოდი. მე ვიტყოდი, რომ ახლა არის ახალი პერიოდი. ეკონომიკაში არსებობს ესეთი ძალიან საინტერესო ცნება, ეგრეთ წოდებული კონდრატიევის ტალღების. იყო ესეთი რუსი მეცნიერი, რომელიც ეკონომისტი, რომელიც დახვრიტეს 27 წელს და რომლის ეს დიდი ტალღების თეორია შეიძლება ითქვას არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გაზიარებული მსოფლიო ეკონომიკურ თეორიაში. მან აღწერა ეს 60 წლიანი ტალღები, 60 წლიანი აღმავლობის, შემდეგ 10 წლიანი დეპრესიის და ასე შემდეგ. გარკვეული აზრი შეიძლება ვთქვათ, რომ ის რაც საქართველოში დაიწყო 1921 წელს, დამთავრდა 2012 წელს, ეს 90 წლიანი რაღაცა ტალღა 2012 წელს დამთავრდა გარკვეული ტიპის ძალაუფლების, სისტემური ტიპის ძალაუფლების, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ფართო გაგებით შეიძლება დავარქვათ ტოტალიტარული ძალაუფლების 90 წლიანი ციკლი. აი ეს დამთავრდა 2012 წელს. ანუ ეს იყო დასასრულის წელი? კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და ეხლა დაიწყო სრულად ახალი პერიოდი. და როგორი უნდა იყოს ეს ახალი პერიოდი? რა იწყება 2013-ში? თუ კი 2012 იყო დასაწყისის წელი, ასეთივე მნიშვნელოვნების მატარებელი უნდა იყოს მაშინ თქვენი ლოგიკის თანახმად 2013 წელიც. რა ახალი ციკლი იწყება? იწყება რადგან პოლიტიკაშიც არის ასეთი ტალღები. კი, ჩემი აზრით პოლიტიკაშიც არსებობს, ამას დასაბუთება ჭირდება. ანუ აღმავლობა, რეცესია, ზოგი რეცესია მართლა გადადის ხოლმე დეპრესიაში. შეიძლება ვთქვათ 21 წელს რაც დაიწყო საქართველოში, იქ რა თქმა უნდა ქვე რაღაც პერიოდებიც გამოიყოფა 53 წელი, შემდეგ ნომენკლატურის პერიოდი, უფრო შენელებული, დავუშვათ ხრუშოვი ბრეჟნევის, არა, მე შემდეგ შეიძლება დავარქვათ ამას პერიოდი ეგრეთ წოდებული ნაციონალიზმის, შემდეგ შენელებული ნაციონალიზმის, შემდეგ აი 9 წლიანი
ტოტალიტარიზმის, რომელმაც გაიმეორა მთელი სტალინური და პოსტსტალინური პერიოდი ერთად აღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ 9 წელიწადში მთელი 90 წელი ჩაეტია. ეს პერიოდი ახლა დამთავრდა და დამახასიათებელი ამ პერიოდისათვის არის ის, რომ იქნება ჩვენ გვიბრუნდება ის, რასაც შეიძლება დავარქვათ, ყოველდღიურობა, ფრაგმენტაცია, ძალიან ბევრი ესეთი ჯგუფი გაჩნდება, რომელსაც აქ და უკვე გაჩენილია თავისი კერძო ინტერესი და მედიის სივრცეში, მედიალურ სივრცეში იქნება ძალიან დიდი, მოდი ესე ვთქვათ, გადღაბნა. თუ ამ 9 წლის განმავლობაში ადამიანს შეეძლო შეესრულებინა რაღაც ესეთი სერიოზული ეთიკური ფართო ჟესტი და დაპირისპირებოდა რეჟიმს მორალურად და ეთიკურად, ეს პერიოდი ახლა დამთავრდა. საინტერესოა. რა შესაძლებლობები გაიხსნება საზოგადოებისთვის 2013 წელს? რა კი თქვენ თქვით, რომ ტოტალიტარული პერიოდი დამთავრდა, როდესაც ტოტალიტარიზმი მთავრდება? დადებითი დასაწყისი არის, როდესაც დემოკრატიისკენ მივდივართ და შესაბამისად დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას და პერსონას ეხსნება შესაძლებლობები, ხომ ასეა? დიახ. მაშინ რა შესაძლებლობების პერიოდი იწყება ახლა? აბსოლუტურად სწორია, როცა ლაპარაკობთ, ახლა არის შესაძლებლობების პერიოდი, როდესაც სხვადასხვა ტიპის ჯგუფებს უჩნდებათ თვით გამოხატვის საშუალება, როგორც გარკვეულ მედიალურ სივრცეში, წარმოაჩენონ საკუთარი თავი და შეიძლება სხვა შორის ბევრისთვის ეს სრულიადაც არ იყოს, შეიძლება გარკვეული ტიპის ესეთი განცდაც კი გაჩნდეს, რომ რაღაც დაიწყო პერიოდი რაღაც ისეთი, ესე ვთქვათ, რაღაც ფონის უფრო დაბალი დინების, როცა რაღაც ძალიან მაღალი დონიდან წყალი უფრო ქვევით ეშვება, ხო? მაგრამ ამასობაში ეს მომენტი აჩენს მართლაც შესაძლებლობებს, როგორც ეკონომიკურს, ასევე თვით გამოხატვის საშუალებებს აჩენს. თუმცა ვერ დაგეთანხმებით ერთ რამეში, ასევე გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით, დღეს პიკშია ისევ პოლიტიკური სიმწვავე, რადგან ეს არის ინერცია. დღეს არის ორი პოლიტიკური გუნდი და ორივეს ყავს თავისი პირველი პირი ხელისუფლებაში, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი. ეს არის დღევანდელი რეალობა. კი, ეს არის დღევანდელი რეალობა, ეს არის ინერცია, რეალურად ეს რო არის ეს რასაც ჩვენ თვალს ახლა ვადევნებთ, ჩვენ გვეჩვენება, რომ არის რეალურად ორი ცენტრი, რეალურად შეიძლება არ არის ორი ცენტრი, მაგრამ არის ნამდვილად ორი პოლიტიკური ძალა და ნამდვილად არის პრემიერ-მინისტრი და არის პრეზიდენტი, რომელსაც დღეს ისევ აქვს ბერკეტები გარკვეული. აქვს ბერკეტები, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, ეს ბერკეტები არის ნარჩენი მოვლენა წინა პერიოდის. კი ბატონო, მაგრამ ეს არის. არის, მაგრამ ისე ლეგიტიმაცია არანაირი. ეს რა არის? ლეგიტიმაცია არის ძალიან სერიოზული რაღაცა. როდესაც ვლაპარაკობთ ლეგიტიმაციაზე, რას ნიშნავს ლეგიტიმაცია? დღევანდელ სიტუაციაში ლეგიტიმაცია ნიშნავს ხალხის ფართო მასების მხარდაჭერას. ამიტომაც ივანიშვილმა, რომელმაც გუშინ შემოიტანა ახალი საკანონმდებლო ესეთი ინიციატივა, ხო? რომელიც არის საკონსტიტუციო რა, რომელიც არის სრულად დემოკრატიული, რატომაც არა, ხო? რომელიც სწორედ მთავარ ბერკეტს აცლის, რომელიც ერთი მხრივ არის სრულად მომგებიანი ერთი შეხედვით არსებული ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული არსებული ხელისუფლებისთვის. მაგრამ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის პრინციპში ეს არის ზურგში מחვილის ჩარტყმა, ან რა ვიცი, გინდა ზურგში, გინდა მკერდში, ხო? ესე იგი ლაპარაკია სწორედ ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმაცია არის ესეთი ფართო მასები, დღეს რო გაიმართოს არჩევნები, ან 3 თვის შემდეგ რო გაიმართოს, ან 6 თვის შემდეგ, ივანიშვილის მომხრე გუნდი აიღებს კიდევ უფრო მეტ ხმას, ვინმე აიღო, ნაციონალურ მოძრაობას არათუ გაუჭირდება 5%-ის გადალახვა, მაგრამ ამ 5%-ს ვერ გადალახავს. აქედან გამომდინარე, ეს არის სრულად ნარჩენი მოვლენა წინა პერიოდის და ეს კარგია, იცით რა ხდება? გარკვეული აზრით რაღაც შენელება ხდება, გარკვეულწილად შენელება ხდება რაღაცა პროცესების და ამასაც თავისი მნიშვნელობა აქვს და ამდენად დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც მოვიდა, რომელსაც აქვს
აი ეს კარტ ბლანში ფართო მასების მხარდაჭერა, ხო? მას შეუძლია გარისკოს, არათუ გარისკოს მან არანაირი რისკი არ არის, მან ძალიან კარგად იცის, რომ ფაქტობრივად ეს არის მოგებული. და რატომ არის მოგებული? იმიტომ რომ ივანიშვილი საშუალებას აძლევს აი ამ ძალიან ფართო მასებს, სადაც არის ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ჯგუფი, გამოვიდნენ ასპარეზზე, გამოხატონ საკუთარი თავი, გააკეთონ ესეთ ტერმინს ვიხმარ coming out-ი გარკვეული აზრით თითოეულმა მათგანმა, როგორც მას წარმოუდგენია, როგორც თვითგამოხატვის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ეკონომიკური შანსებიც იხსნება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღევანდელი სიტუაცია არის როგორი, იცით, როდესაც თვითგამოხატვა და ეკონომიკური ინიციატივა ერთი მეორესთან არის ძალიან გადაბმული. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ ჯგუფს ეხსნება ხელფეხი. საკონსტიტუციო ცვლილებების თემას მინდა დაუბრუნდეთ, რადგან ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ეს არის ბოლო 2 დღის მანძილზე გუშინდელი საღამოდან მოყოლებული უფრო სწორად. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კოალიციას დასჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც დღეს მას რეალურად არ გააჩნია პარლამენტში და ვერ მიიღებს თუ ნაციონალური მოძრაობის ფრთის ერთი ნაწილი არ დაუჭერს იგივე ცვლილებებს მხარს. თუ მოხდება ისე, რომ მოახერხებენ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობის პრეცედენტის შექმნას და შესაბამისად საკონსტიტუციო ცვლილების გატარებას. რას ნიშნავს ეს ამ პოლიტიკური ძალისთვის? ეს ამ პოლიტიკური ძალისთვის ნიშნავს გააფორმოს საპარლამენტო სივრცეში ის უპირატესობა, რომელიც მას აქვს საამომრჩევლო სივრცეში. იმიტომ რომ რეალურად რატო ხდება ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ უყურებთ, ხო? იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც არიან პარლამენტში, ძალიან კარგად გრძნობენ ახალ ძალას, განსაკუთრებით მაჟორიტარები, ხო? ეს მაჟორიტარები საერთოდ ცალკე თემაა, მაგრამ არა მარტო მაჟორიტარები, იმავე ნაციონალურ მოძრაობაში ძალიან ბევრს გამოვიყენებენ ესეთ ქართულ იდიომას, სული უკაცკაცებს, რომ გადმოვიდეს ქართულ ოცნების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის, რომ ბევრი მათგანი არ არის ღირსი, რომ გადმოვიდეს, მაგრამ აქ ღირსებაში არ არის საქმე. თუმცა პირიქით, დიდი ბოდიში რომ გაწყობინებთ, პირიქით გაკეთდა გუშინ ბიზნევანიშვილის მიერ განცხადება, მან რამდენიმეჯერ თავის გამოსვლისას გაუსვა ხაზი იმას, რომ ის ფიქრობს, რომ ბევრი გონიერი ადამიანია ნაციონალურ მოძრაობაში. კი, ამას შეიძლება დავარქოთ გონიერება. ანუ ის კეთილგანწყობილი იყო. კი, გონიერება შეიძლება დავარქოთ, შეიძლება პრაგმატიზმი დავარქოთ, შეიძლება ეც რა დავარქოთ, დროის ალღო. ყველა დროს აქვს თავისი რაღაც გარკვეული თვისება და ადამიანებს აქვს ეს დროის ალღოს მომენტი, თქვა და ასე. სხვანაირად ამას კონიუნქტურაც ეწოდება. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა პრობლემა არ იქნება. და მაშინ ეს რას ნიშნავს ნაციონალური მოძრაობისთვის, თუ ამ პოლიტიკური პარტიის წევრები მხარს დაუჭერენ კოალიცია ქართული ოცნების ინიციატივას. თანაც ისეთ ინიციატივას, რომელიც ბერკეტს ართმევს ნაციონალური მოძრაობის რეალურ ლიდერს და ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. რას ნიშნავს ეს აი ამ პარტიისთვის? თუ ის მხარს დაუჭერს საკუთარი ლიდერისთვის უფლებამოსილებების შემცირებას. ეს შეიძლება ერთი ლათინური ფრაზით requiem aeterna დასაწყისი ნაციონალური მოძრაობისთვის. ფაქტობრივად ამას ნიშნავს. რაც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ყველანი ამას ძალიან კარგად გვიზნობთ, უბრალოდ არსებობს რაღაც ესეთი მომენტი ინერციის, ამპარტავნების, ვერ დანახვის, თვითდაბრმავების, ეს ადამიანურია ყველაფერი ეს განცდა. რეალურად ამას ნიშნავს. და ასეთ შემთხვევაში ზაზა თუ კი ამ ლოგიკას გავყვებით, ქვეყანა ოპოზიციის გარეშე დარჩება? ქვეყანა მაინც არ დარჩება ოპოზიციის გარეშე, იმიტომ რომ თვითონ მე არაერთხელ მithქვამს, რომ თვითონ ქართული ოცნება წარმოადგენს რეალურად ეს არის არა პარტია, არამედ არის ახალი თუ შეიძლება ითქვას პარადიგმა, რომელიც მოდის ძველი პარადიგმის ნაცვლად. ძველი პარადიგმა იყო ოლიგარქიული და მოდის ახალი დემოკრატიული პარადიგმა და თავისი თუ კარგად დავაკვირდებით ქართულ ოცნებას, ქართული ოცნება გამოხატავს, ქართულ ოცნებაში არის ძალიან ბევრი ჯგუფი, რომელიც გამოხატავს, რომელიც რეალურად არის მომავალი პარტიების ჩანასახი.
რეალური პოლიტიკური პარტიებია პრინციპში რატომ ჩანასახი? არა, მე მომავალი რეალური პოლიტიკური პარტიები. ანუ სხვა კონფიგურაციით მიგაჩნიათ რომ მოხდება დაშლა თუ გაშლა კოალიციის და არა ისეთით როგორც იყო თავისუფალი დემოკრატიული რესპუბლიკელები ქართული. ანუ მიგაჩნიათ რომ სხვა პოლიტიკური ერთეულები წამოვა? მთავარი მომენტი არის ის რა არის, მთავარი მომენტი არის სხვანაირად დაალაგდება იდეოლოგიები, მოდი ესე ვთქვათ. სხვანაირად დაალაგდება თვითგამოხატვის მექანიზმები. ხო, დაახლოებით მე როგორ წარმოვიდგენია როგორ დაალაგდება. რაღაცა ფრთა იქნება უფრო ლიბერალური, რაღაცა ფრთა იქნება უფრო ნაციონალური, რაღაცა იქნება უფრო ცენტრისტული. დაახლოებით ეს წარმოვიდგენია. საგარეო ვექტორებსაც შევეხოთ, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მით უმეტეს თქვენ წინ გადაცემის სტუმარი. როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს საგარეო ვექტორების თვალსაზრისით პრიორიტეტული, ანუ ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ ძველი პრიორიტეტები რჩება, ამას ემატება უბრალოდ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება. კი ბატონო. აი ამ მოწესრიგება არის ახალი პრიორიტეტი, რომელიც პრაქტიკაში რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო. რა უნდა იდგეს მოწესრიგების აი ამ სიტყვის უკან? იმისთვის რომ ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს. კი ბატონო, აი ძალიან საინტერესო მომენტია. როდესაც ვლაპარაკობთ აი მოწესრიგებაზე, მოწესრიგება მთელი ამბავი არის ის, რომ როდესაც ვლაპარაკობთ წინა სახელმწიფო პარადიგმაზე, რომელსაც მე უწოდე ოლიგარქიული, ხო, ოლიგარქია ძალიან მარტივ რაღაცას ნიშნავს ბიზნესისა და ძალაუფლების ერთიანობას. აი წინა რეჟიმს ახასიათებდა კიდევ ერთი თვისება, ეს წინა რეჟიმი გარკვეულწილად პარაზიტირებდა დასავლეთისა და რუსეთის რადიკალურ დაპირისპირებაზე. ანუ არსებობდა კონფლიქტის ხარჯზე? იცით როგორ გითხრათ, რეალურად ეს კონფლიქტი მაშინაც უკვე ძალიან შერბილებული იყო, იმიტომ რომ რეალურად კონფლიქტი დღეს გადის არა დასავლეთზე და რუსეთზე, არამედ გადის დასავლეთზე და მოდი ესე ვთქვათ, ეკონომიკურად ჩრდილოეთზე და სამხრეთზე და იდეოლოგიურად დასავლეთზე და აღმოსავლეთზე, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ავიღებთ ავანეთ ეს კონფლიქტს, რომელიც არის საკონცო კონფლიქტი, ხო? საქართველოს და რუსეთი ერთ მხარეზე იბრძვის. ხო, პარადოქსული რაღაცა, მაგრამ ნუ რეალურად ესეა, საქართველოს და რუსეთი არის ერთ მხარეზე. აქედან გამომდინარე, წინა ხელისუფლება აკეთებდა მაქსიმალურ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცდილობდა არსებული ისტორიული კონფლიქტის გამწვავების ხარჯზე თავისი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას. აი ეს დამთავრდა. ანუ ამას ნიშნავს თქვენთვის რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება? კი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ამასაც ნიშნავს, თან ამავე დროს არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, უბრალოდ ამაზე ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიმოს, ჩვენ საუბარში უბრალოდ არ ჩაეტევა. ეს ნიშნავს თვითონ საბჭოთა კავშირის დაშლას, ქართული ნაციონალიზმის და ქართული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას, ქართულ-აფხაზური დაპირისპირების თელ ასე ვთქვათ ალბათ 60 წლიანი ისტორიას, რომელიც რეალურად იწყება ლიხნის პირველი წერილიდან, ანუ 50-იანი წლებიდან, ხო? იმიტომ რომ ის რაც ხდებოდა 20-იან წლებში ქართველებსა და აფხაზებს შორის ეს იყო ნაციონალიზმის გარიჟრაჟი, იქ იყო თუ შეიძლება ვთქვათ კლასობრივი დაპირისპირება, კლასობრივ სოციალისტური დაპირისპირება მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი აფხაზი მაშინ ქართული ხელისუფლების მხარეზე იბრძოდა, გულისხმობ 18-21 წლებს და პირიქით. აქედან გამომდინარე, ნაციონალიზმის რეალური ტალღა დაიწყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, როდესაც ჩამოყალიბდა ქართული ნაციონალიზმი და აფხაზური ნაციონალიზმი დაიწყო ჩამოყალიბება, ეს არის 50-იანი წლები გასული საუკუნის. ანუ ლიხნის ეგრეთ წოდებული პირველი წერილი, ეს საერთოდ ცალკე თემაა. აქედან გამომდინარე, ანუ არის რაღაცა საკითხები, რომელიც არის გლობალური, არის რეგიონული და ეს ყველაფერი რაღაცნაირად გადახლართულ გადაზელილია ერთმანეთში. წინა ხელისუფლება შეეცადა ყველაფერი ეს გადაეყვანა რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში. გარკვეული აზრით ეს კარგად გამოუვიდა. იმ აზრით გამოუვიდა, რომ აფხაზეთი განიხილება როგორც ოკუპირებული ტერიტორია, ანუ აფხაზური ნაციონალიზმი და ის რომ აფხაზებს აქვთ ნაციონალიზმი, ეს საერთოდ არ ჩანს. არ და აფხაზებს აქვთ ნაციონალიზმი.
ეს მოგწონს არ მოგწონს ეს არსებობს ეს თემა. და იდენტობა აფხაზებს აქვს თავიანთი ნაციონალური იდენტობა ეს ისე მოგწონს არ მოგწონს ეს არსებობს ესეთი რაღაცა. 2013 წელზე რომ გადავიდეთ, ძალიან რეალისტურად რომ შევხედოთ, რას ისურვებდით რომ მოხდეს 2013 წელს? იმისთვის რომ ახალმა ხელისუფლებამ უკვე დადოს კონკრეტული შედეგი ჩვენთვის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიცაც მე იმედი მაქვს, რომ ის მოვიდა ხელისუფლებაში. ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო მათი გაცხადებული მიზანი. თქვენი აზრით, რა იქნება მთავარი შედეგი და ტესტი იმისთვის, რომ მართლაც გადავედით ტოტალიტარიზმიდან სხვა პროდემოკრატიულ ვითარებაში? კი ბატონო. მე მგონია ესე იგი სურვილებს რაც შეეხება ჩემი სურვილები 1 ოქტომბერს უკვე შესრულდა აქედან გამომდინარე ის რაც მოხდება ეს ყველაფერი გაწერილი არის ბიუჯეტში. თქვენ ამბობდით რომ აი ვარდების რევოლუციის ჩემს გადაცემაში გაქვთ ოღონდ სხვა გადაცემაში პირდაპირ საუბარში ნათქვამ რომ თავარი უნდა იყოს ის რომ აი ვარდების რევოლუციის გაცხადებული და საუკეთესო მიზნები რაც იყო და რაც ვერ შეასრულა წინა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ქართულმა ოცნებამ. კი ბატონო აი ეს არის სწორედ ვარდების ხელისუფლების თავარი დისკურსი იყო სოციალური. აი სწორედ ეს ყველაფერი გაწერილი არის აი ამ ბიუჯეტში რომელიც წარმოგვიდგენეს. აი ეს არის პრინციპულად სხვა რაღაცა ანუ ფაქტობრივად ხდება ეგეთი რაღაცა საქართველოში ჩდება სოციალური პოლიტიკა რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ სოციალური პოლიტიკა მთელი აი ამ 20 წლის განმავლობაში იყო თუ შეიძლება ასე თქვა სტიგმა ქონდა დადებული ესე იგი ნებისმიერი სოლიდარობა ნებისმიერი ის რომ აი სახელმწიფო ეხმარება ადამიანებს და ეს რაღაცა ყველაფერი ეს იყო შეფასებული როგორც კომუნიზმის გადმონაშთი აი ეს დამთავრდა ანუ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ ამით კომუნიზმი საბოლოოდ დასრულდა ჩვენ გადავდივართ ნორმალურ სიტუაციაში როდესაც არსებობს ნორმალური მემარცხენეობა ნორმალური მემარჯვენეობა ნორმალური ცენტრიზმი და ეს ნიშნავს გარკვეული აზრით სწორედ იმ 90-იანი წლების დასასრულს, იმიტომ რომ ის რაც იყო მემარცხენე ტოტალიტარიზმი 9 წლის განმავლობაში იყო როგორც მემარჯვენე ტოტალიტარიზმი. ეს არის ძალიან საინტერესო, ხო? 1918-29 წლებში ჩვენ ანუ შეუთავსებელი ფასეულობები იყო. აი ზუსტად ჩვენ 18-29 წლებში ვიყავით ევროპისათვის სოციალისტური სამოთხე. არაბულშევიკური, ამიტომ სწორედ სოციალისტური და ამიტომაც როდესაც მემარცხენე სოციალისტები ჩამოვიდნენ საქართველოში, ამბობდნენ რომ აი ჭეშმარიტი სოციალიზმი აქ არის, ხო? ეს მემარცხენე სოციალიზმი 9 წლის განმავლობაში მოგვიბრუნდა მემარჯვენე ჯოჯოხეთით, ხო? ესე იგი რომლებიც რაღაც სარკისებურად ასახავდნენ ერთი მეორეს. ამ მთელი ციკლი დასრულდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. აი ახლა ეწყება ნორმალური ჩვეულებრივი ცხოვრება, ჩვეულებრივი მემარჯვენეობით, ჩვეულებრივი მემარცხენეობით, ჩვეულებრივი ცენტრიზმით, ანუ ჩვეულებრივი და სოციალური პოლიტიკა და ესეთი მემარცხენე ორიენტაცია სულაც არ გაიგება როგორც პრორუსული და როგორც რაღაცა კომუნიზმის აღზევება. არა, ეს დამთავრდა უკვე ეს რიტორიკა, ეს ეკონომიკა, ეს მთელი ეს რაღაც აღარ მუშაობს. ამიტომ რომ რაღაც სრულად ახალი იწყება. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა მოგილოცოთ ახალი წელი. ასევე. გისურვოთ წარმატებები. ეს იყო 2012 წლის ბოლო მთავარი კითხვა მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში მე 8 იანვარს დავბრუნდები უკვე 2013 წელს მინდა ჩემს საყვარელ მაყურებელს მივულოცო ახალი წელი და დამდეგიშობა მე მინდა მივულოცო ახალი წელი ასევე იმ ადამიანებს ვინც ახლა არის ჩემთან ერთად სტუდიაში იმ ადამიანებს ვინც არის საეთეროში და მათ გარეშე ეს გადაცემა ნამდვილად არ იქნებოდა ეთერში გილოცავთ დამდეგ 2013 წელს გილოცავთ დამდეგშობას ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ 8 იანვარს შევხვდებით ერთმანეთს